ელექტროენერგიის გაძვირების თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ამჯერად შეფასებებს კერძო სექტორის გამოვისმენთ. რამდენად იდგა ქვეყანაში არსებული ტარიფების ზრდის საჭიროება, სად გვაქვს მთავარი გამოწვევა და რამდენად ეხმიანება ტარიფების კორექტირება ამ გამოწვევების დაძლევას. გროსენერჯი ჯგუფის ფინანსური დირექტორი გერტ ყებუჩავა არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მინდა დავიწყოთ უშუალოდ გადაწყვეტილებით. მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ დღეს ტარიფები თუ საქართველოს მასშტაბით გავასაშუალებლთ და საშუალო მაჩვენებელს შევხედავთ 5-6 თეთრით არის გაზრდილი. გვაინტერესებს რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა, მათ შორის ჩვენ ვუყურებთ, რომ 3 თვით დროებითი ტარიფები იყო, რა საჭიროებები იდგა დღის წესრიგში, რის გამოც გადაიდგა ნაბიჯები უშუალოდ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ქვეყანა არის იმპორტიორი ელექტროენერგიის და ბაზარი არეგულირებს ზოგადად მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს ფასებს და იქიდან გამომდინარე რომ დეფიციტური ვაქვს ეს პროდუქტი ჩვენ მოსალოდნელიც იყო რომ ფასი უნდა გაზრდილიყო. ასევე ინფრასტრუქტურაც გადაცემა დისპეჩერიზაციას ეხება და მოხმარებელთან მიდის ელექტროენერგია არის მოძველებული და საჭიროებს განახლებას. ამ ხრივაც ინვესტიციები ჩასადები არის, რათა მოწესრიგდეს ეს პრობლემა. შესაბამისად, ეს ორივე ასპექტი დიდ როლს თამაშობს ტარიფის ზრდაზე და ეს მოსალოდნელიც იყო. მინდა გკითხოთ, მათ შორის ტარიფების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად დღეს სამეკის წევრებმაც დაასახელეს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი იყო იმპორტის ზრდა და ასე ვთქვათ, შესაძლებელი ელექტროენერგიის ღირებულებაც. აი, ამ კუთხით, ამ კონტექსტში თუ შეგვიძლია რომ გავშალოთ თემა ისე, რომ იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტი გენერაციის ობიექტი გვექნებოდა, რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე წლიდან წლამდე ძალიან აქტიურად მის მნიშვნელობაზე. ეს დღის წესრიგი რამდენად დადგებოდა რეალურად ტარიფის, ასე ვთქვათ, გადახედვის და საჭიროება რამდენად იქნებოდა აუცილებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავისუფალი ბაზარი გაიხსნას და ეს დაარეგულირებს ბაზარს. ვინაიდან თუ თავისუფალი ბაზარი არ გვექნება, მიწოდების ზრდის შემთხვევაში ვაჭრობის მოდელი არ შედგება და მოთხოვნა მიწოდების, ესე ვთქვათ, რეალობა არ დადგება. ბაზარი თუ გაიხსნება, ამ შემთხვევაში მიწოდების ზრდის შემთხვევაში ტარიფები დიდი ალბათობით უფრო ქვევით წამოვა ვიდრე ზევით. ვინაიდან რაც უფრო მეტი ჰესი აშენდება, გასაყიდი ექნებათ მათ ელექტროენერგია საქართველოში, კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს და ფასი უნდა დაუწევენ. ან ექსპორტზე გაიტანონ. ვინაიდან საექსპორტო ბაზრების ჭრილში გარკვეული შეზღუდვები არის მოცულობის კუთხით, იმიტომ რომ გადამცემი ხაზები, ესე ვთქვათ, დიდ მოცულობის არ გვაქვს მეზობელ ქვეყანებთან, რომ მთელი ელექტროენერგია ექსპორტზე გავიტანოთ, შესაბამისად კონკურენცია ქვეყანაში შეიქმნება და ფასები ქვევითკენ წამოვა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ხელი შეუწყოთ, რომ მათ შორის მეტი ობიექტი აშენდეს და გენერაციაში გაეშვას. აქ შემოდის უკვე მეორე ფაქტორი, რაც მანამდე ვახსენეთ, ინფრასტრუქტურის ნაწილი. თქვენ ხელ ბაზარს უყურებთ და გვაინტერესებს მოკლედ წლიდან წლამდე ამ კუთხით რა ხდება, რამდენად გვაქვს გაუმჯობესება, იმიტომ რომ სწორედ ენერგეტიკის სექტორი აქტიურად ითხოვდა ტარიფების ზრდას, იმის გამო რომ ინვესტიციები განხორციელებულიყო არსებულ ქსელში. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით, იმიტომ რომ ერთია გენერაციის ობიექტები, მაგრამ გვჭირდება ინფრასტრუქტურა, რომ დაერთება მოხდეს ამ ობიექტების. საბოლოო ჯამში აი ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში? აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას და სახელმწიფო ელექტროსისტემა მიმართულებით დიდ ნაბიჯებს დგამს. მომავალ 10 წლიან გეგმაში არის ჩადებული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საკვანძო არის. შესაბამისად, ენერგოპრომ და თელასმაც უნდა უზრუნველყონ მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სხვა შემთხვევაში პრობლემა გვექნება ისევ, ვერ მოხდება მისი ხარისხენად მომხმარებელთან მიწოდება ელექტროენერგიის. ასევე საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ენერგეტიკის სექტორი აქტიურად უჭერდა მხარს, მათ შორის CEMEX იმ ნაწილში, რომ ტარიფების ზრდა უნდა განხორციელებულიყო და ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა უწყებას. აი ამ კუთხით ეს როგორი გზავნილი შეიძლება იყოს ზოგადად დარგისთვის, სექტორისთვის და მათ შორის ინვესტორებისთვისაც? სექტორი ელოდებოდა ამ ზრდას, მოგეხსენებათ სამშენებლო მასალის მომსახურების ყველა ფასები იზრდება წლიდან წლამდე. შეუძლებელია ფიქსირებული ტარიფით, რომ არ გაიზარდოს თქვა ელექტროენერგიის წარმოების და გადაცემის ფასი, ვინაიდან თქვა 5 წლის წინ იგივე მშენებლობა გადამცემი ხაზის თქვა გაცილებით იაფი იყო ვიდრე დღეს. ამიტომ სექტორი ამ ზრდის მოლოდინში იყო. ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება ინვესტორების მიმართულებით და გაიზრდება ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში.
მათ შორის თქვენ როგორც ფინანსური მენეჯერი, ესეთი კითხვაც მექნება იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ზრდა არის 18-19% და მათ შორის ტარიფები დაკორექტირდა საწარმოებისთვისაც. აი, რას უნდა ველოდოთ მათ შორის თუნდაც მშენებლობის დარგში? აი, ამ კუთხით უნდა ველოდოთ თუ არა ჯაჭვურ რეაქციას უკვე და გაძვირებას. ეს კითხვა სემეკთანაც მქონდა გვესმის, რომ თვითონ უშუალოდ სემეკი არ არის პირდაპირ მოპასუხე, მაგრამ სავარაუდოდ ინფლაციის კონტექსტში იქნებოდა ეს საკითხი განხილული შესაბამის უწყებებთან და მათ შორის ეროვნულ და ენერგოტევადი პროდუქტები, სადაც ენერგია მოიხმარება, ამ შემთხვევაში მათზე პირდაპირ აისახება ეს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს ამ ტიპის რისკები, რომ შემცირდეს მომავალში, ხელი უნდა შეუწყოთ მაქსიმალურად გენერაციის ობიექტების წარმოებას, ესე ვთქვა და მეტი ჰესების ან სხვა ნებისმიერი ქარიქნოთ მზის პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მათ ტარიფებზე და პროდუქციის ღირებულებაზე. ასევე საინტერესოა გრძელვადიან ჭრილში მინდა განვიხილოთ მათ შორის დიდ ჰესებთან მიმართებით გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო საუბარი ხუდონთან მიმართებით, მთავრობამ რომ ამ კუთხით პირველი ამ დიდი ჰესებიდან იქნება ხუდონი, რა მიმართულებითაც გადაიდგება ნაბიჯები, ჯერჯერობით დეტალები უცნობია თუ რა გზით წავა სახელმწიფო და განახორციელებს ამას თვითონ სახელმწიფო თუ კერძო ინვესტორს შემოიყვანს, მაგრამ საინტერესო იქნება უშუალოდ დარგის შეფასებაც. ჩვენ ვიცით ეს პროექტები კარგად ვიცნობთ, წლებია ვუყურებთ, რამდენად სწორი არის არჩევანის შეჩერება პირველ ეტაპზე ხუდონზე, რას მისცემს ეს ქვეყანას და რა გვასწავლა გამილმა წლებმა უშუალოდ ამ ჰესებთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი, ვინაიდან იმპორტის შემთხვევაში პიკურ ელექტროენერგიას ვყიდულობ, როცა ყველაზე ძვირია ელექტროენერგია მეზობელ ქვეყნებში. ამ ტიპის რისკებს არეგულირებს და ამცირებს ხუდონის, ნამოხვანის და ნესკას ტიპის ობიექტები, რომელიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ აი პიკში არსებულ მოთხოვნის დასაკმაყოფილება და ჩაანაცვლოს ძვირადღირებული იმპორტი. ესეც დადებითად აისახება ტარიფში მომავალში. თქვენ როგორ ფიქრობთ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინ უნდა იყოს უშუალო განმახორციელებელი პროექტის, ეს თავის თავზე უნდა იყოს სახელმწიფომ, თუ უნდა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მორიგი ინვესტორის მოძიება, ვინც პროექტს სათავეში ჩაუდგება და განახორციელებს. აი, ამ ნაწილში როგორ ხედავთ პროექტის მომავალს? ბოლო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მხარდაჭერის მიმართულებით. და ასევე ვფიქრობ, რომ ასეთ სტრატეგიული ობიექტები მაინც სახელმწიფოს გავლენის და კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რათა აი ეს რისკები დაარეგულიროს, რაც ცოტა ხნის წინ ვახსენე. ამიტომ სახელმწიფოს როლი აუცილებლად უნდა იყოს ამ პროექტში. უფრო მეტად განხორციელების კუთხით თუ მაგალითად უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მათ შორის ამ ჰესებთან მიმართებითაც, ყოველთვის რაღაცნაირად აგვიანებდა სახელმწიფო ამ პროცესებში ჩართვას და ინვესტორი მარტო რჩებოდა ყოველ შემთხვევაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს. აი ამ კონტექსტში უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში უნდა ჩაერთოს თუ მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. ორივე მიმართულებით ამ ხრივ თქვა პარტნიორ ინვესტორთან ერთად უფრო გამარტივდება პროექტის განხორციელება და მისი სახელმწიფოს როლი აუცილებლად უნდა იყოს როგორც ერთ-ერთი მაკონტროლებელი და გადაწყვეტილების მიღები, ესე ვთქვათ, პროექტში. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყეფუჩავა.